აი რანაირად ფორმირდა ის, რომ ორბანის უნგრეთიდან დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ მადიარის უნგრეთი. საინტერესო კითხვაა, თუმცა აი განსაკუთრებული ყურადღება აი საქართველოსდან, ჩვენი საინფორმაციო წყაროებიდან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ლიბერალური ოპოზიციის მხრიდან ამ უნგრეთისადმი ერთის ხრივ არის უცნაური, იმიტომ წესით, რაღაც პატარა ევროპული სახელმწიფოა, რომელიც ძალიან შორს არის ჩვენგან. დიდად ეს ქვეყანა ჩვენს საქართველოში არსებულ მოვლენებზე გავლენას ვერ ახდენს, უფრო საინფორმაციო საკითხებით შემოიფარგლებოდა და ის იყო გარკვეული ნიუანსები ოცნების შემთხვევაში, თუნდაც ორბანთან, რომელთანაც კაი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ვინაიდან შიდა ლეგიტიმაციის დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში და ყოველთვის რაღაცა საგარეო ის გვჭირდება ხოლმე მიზეზი ან საგარეო მაგალითი იმისთვის, რომ ერთმანეთს მე რაღაცაზე გავესაუბროთ ან რაღაცა ვიღაცაში მხსნელი ვეწევ. ან ვიღაცაში მხსნელი ან მაგალითი ვიეზებოთ, აი ერთ შიგნით გვაკლია ლეგიტიმაცია მოკლედ და ეს არ არის სიახლე, ასე იმართება ჩვენი ქვეყანა 90-იანებიდან მოყოლებული ყოველთვის რაღაც სხვაგან ვეძებთ რაღაცებს, მაგრამ ობიექტურად რომ შევაფასოთ უნგრეთში განვითარებული მოვლენები, ვინაიდან ჩვენ ერთადერთი არხი ვართ, სადაც მაყურებელს სხვა პოლიტიკური გემოვნებისა მიუხედავად შეუძლია ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ორბანი ნამდვილად და მისი პარტია ნამდვილად იყო გამორჩეული და დაახლოებით 16 წელი ორბანი მართავდა უნგრეთს, ეს არ არის პატარა ციფრი, იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ ვიცით იქ დემოკრატიის პრინციპია ევროპაში, ამდენ წელს ბევრი ვერძლებს ხშირად. მოწინააღმდეგე მხარე ახერხებს ხოლმე საზოგადოებრივი ინტერესის გადაწონას და თვითონ ხელისუფლებაში მოსვლას. ამიტომ ამ კუთხით ორბანი არის ერთ-ერთი გამორჩეული მმართველი და რაღაცა მიღწევები მას ნამდვილად ჰქონდა ხა კონკრეტ კერძოდ კი აი ეს მასიური მიგრაცია, ის სიგიჟე, რომელიც 2012 წლიდან მოხდა ევროპის კონტინენტზე, როდესაც აი სირიის სამოქალაქო ომის შედეგად მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიძრა და მილიონობით ადამიანი ახლო აღმოსავლეთიდან აღმოჩნდა ერთბაშად ევროპაში და უამრავი ინციდენტი იყო, უამრავი ტერორისტული აქტი მოხდა, უამრავი არეულობა და ასე შემდეგ, უამრავი კრიმინალის არანორმალური ზრდა და უკმაყოფილება, რამაც საბოლოო ჯამში მე გამოიწვია აი ეს კონსერვატიული ფლანგის აღზევება გერმანიაში AfD, მარინ ლე პენი საფრანგეთში, თუნდაც ბაქტონი ვიქტორ ორბანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი და ამ შემდეგ. ეს მოყვა ამ პროცესებს და ორბანი იყო ის იშვიათი გამონაკლისი, რომელ მმართველსაც ადეკვატური სახელმწიფოებრივი პოზიცია გააჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თავიდანვე ორბანმა განაცხადა, რომ არც ერთ მიგრანტს ახლო აღმოსავლეთიდან ის საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვებდა და აი მულტიკულტურალიზმის რაღაც დიქტატს, რომელიც ბრიუსელიდან მოდიოდა, ის ამას არ გაატარებდა თავის ქვეყანაში და სწორედ აი ამ სუვერენიტეტზე პოლიტიკის მიმართვამ და ამ პრინციპებზე ყურადღების გამახვილებამ მას გარკვეული პოპულარულობა მოუტანა და 16 წელი ალბათ შემთხვევით არ მართა, ხო, ქვეყანა. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. ეს სხვათა შორის ოცნებას უნდა ესმოდეს, რომელმაც აგვაყვავა როგორც თავატყვებიან, მაგრამ სურო ეგ სიმართლე იყოს. ხო, მაგრამ ხალხმა არ დაუფასა და რა დღეშია ბიძინა, ხო, აი რამდენს გვიძლებს ბიძინა, რამდენს უძლებს, რამდენ ღალატს და ამ უმადური ხალხის მოკლედ რაღაცა იმას ჩივილს და წყელვას და ამ შემდეგ. მაგრამ უყურე რაც არ უნდა კარგი გააკეთო, აი ორბანი ამის კაი მაგალითი. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ვადა. და როდესაც აი დემოკრატიის
ფარგლებში არსებობს ეს გარკვეული ლიმიტი, აი მაგალითად ორ ვადაზე მეტხანს არ შეიძლება პრეზიდენტის არჩევა. ხო, ამას ეს შემთხვევით არ გამოგონილ, ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ყველაფერს ჭირდება ახალი სისხლი. ყველაფერს ჭირდება ახალი ხედვა. რაც არ უნდა ყოჩაღი იყოს მართველი, დროთა განმავლობაში ის გარკვეულ რუტინაში, გარკვეულ კორუფციაში, გარკვეულ ყოველდღიურობაში რჩება ხოლმე. და აი ეს მოძრაობა, სიახლე, პროგრესი ამ შემთხვევაში ნაკლებად ჩანს ხოლმე. კი, დიდხანს მართველის, კარგი მართველის ყოფნას თავისი პლუსებიც აქვს. იმიტომ რომ შეუძლია გრძელვადიან საკითხზე, აი შორ ჰორიზონტზე გაამახვილოს ყურადღება და ისეთი რთული პროექტების წამოწყება დაიწყოს, რომელსაც ჭირდება 10 წელი, 15 წელი. მაგრამ მინუსიც ის არის, რომ აი უმოძრაობამ შეიძლება ზოგადი სახელმწიფოებრივი პროგრესი შეაჩეროს. და ჩემი აზრით აი ეგ მოხდა. მეტი კი არაფერი. ანუ ორბანის შემთხვევაში თან ამას ცოტა მოგვიანებით კიდევ არგუმენტს მოვიყვან, რატომ არის ეგ ეგრე, რასაც ყვები ამ თავად პეტერ მადიარის ბიოგრაფიიდან გამომდინარე. იმიტომ რომ პეტერ მადიარი არ არის რაღაც ციდან ჩამოვარდნილი პერსონაჟი. თქვათ კარგ რაღაცებს არ წერე, ხო, მის ხო, არა, პეტერ მადიარი დაახლოებით 22 წელი იყო ორბანის პარტიის წევრი, მაღალჩინოსანი იყო. მისი ცოლი საერთოდ ორბანის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო და ერთ-ერთ ძალიან გახმაურებულ кейს, სადაც პედოფილიაზე იყო მათ შორის და სექსუალური შევიწროების საკითხებზე და კორუფციულ რაღაც სქემებზე იყო საუბარი, მაგ იმას სკანდალს გადაყვა. და სწორედ 2022-დან მოყოლებული პეტერ მადიარი განუდგა, აი როგორც ბიზნეს ღალატობენ ხოლმე, ეგრე უღალატეს, აი გახარია როგორც განუდგა, ეგრე განუდგა ორბანს პეტერ მადიარი და შეუერთა სხვა პარტიას, ტისას პარტიას, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. სინამდვილეში რო დაუკვირდეთ პეტერ მადიარის ლოზუნგებს, ის დიდად კი არ ეწინააღმდეგება ორბანს. ანუ ის რაღაც ძალიან წინააღმდეგობაში კი არ მოდის იმ კონსერვატიულ საკითხებში, რასაც ორბანი ამკვიდრებდა, თუნდაც საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება ითქვას, იმ საფუძვლიდან არის ესეც აღმოცენილი, რა საფუძველიც გააჩნდა ვიქტორ ორბანს და მის პარტიას. თუმცა ცხადია, ვინაიდან ის ორბანის მოწინააღმდეგეა, ის ბრიუსელის, ანუ ევროკავშირის ამ ბიუროკრატიის მხარდაჭერით სარგებლობდა და ეს ბუნებრივიც არის, ხო, თუ ორბანი არის მიუღებელი ბრიუსელისთვის და ერთადერთი პოპულარული კანდიდატი მისი არის მისი ყოფილი პარტიის წევრი და მაღალჩინოსანი, ნუ სხვა რა გზა, ხო, ცუდსა და უარეს შორის ცუდზე ხდება არჩევა. ამიტომ მე არ ველოდები ხა უნგრეთის მხრიდან რაღაც განსაკუთრებულ რაღაც შემოbrunებას რაღაცა მიმართულებით, თუნდაც ლიბერალურ მიმართულებით. შესაძლებელია რაღაც საკითხების მიმართ შერბილება მოხდეს. განსაკუთრებით უკრაინის საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ორბანის დროს უნგრეთსა და უკრაინას შორის, თუმცა შესაძლებელია ეს საკითხები უფრო შერბილდეს და გარკვეული დიპლომატიური გზებით მოხდეს ამ ურთიერთობების შემოbrunება და გაუმჯობესება. თუმცა რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე გარკვეულ უფრო ღრმა ცვლილებებს სავარაუდოდ ჩვენ ვიხილავთ. თუ ორბანი ქართულ ოცნებას ეგულებოდა როგორც ერთგვარი ფარი, ერთგვარი აი ეს ვეტოს დამდები პერსონაჟი, რომელიც ბრიუსელიდან წამოსულ რაღაც ნეგატიურ ზეწოლას აბალანსებდა, ნეიტრალებდა, გადავადებას მაინც ახერხებდა, ქართულ ოცნებას ასეთი ფიგურა, ასეთი მექანიზმი ჩემი აზრით აღარ ეყოლება. მადიარი ბრიუსელსა და საქართველოს შორის კონკრეტული დავის შემთხვევაში ცხადია ბრიუსელის მხარეს დაიჭერს
და ეს არც მე იმას ვარაუდობ, რომ ის რაღაც კონფრონტაციის იმაში შემოვა, აი როგორც მაგალითად ბალტიისპირეთის კონკრეტული სახელმწიფოების წარმომადგენლები რამდენად აი ღრმად ჩვენს საშინაო საქმეებში ერევიან და რამდენად ისინი ღიად კონფრონტაციულ განცხადებებს აკეთებენ. მე არ ვარაუდობ, რომ მაგ სიმძაფრის კონფრონტაციაში შევა. თუმცა ის მხარდამჭერი, რომელიც ქართულ ოცნებას ორბანის სახით ყავდა უშუალოდ ევროკავშირში, ეს ინსტრუმენტი მას აღარ ეყოლება. ეს რამდენად ჩვენი სახელმწიფოსთვის კარგია თუ ცუდია, ამაზე შეგვიძლია ჩვენ ბევრი ვიდაოთ, რაღაცა კუთხით შეიძლება კარგიც იყოს, რაღაცა კუთხით შეიძლება ცუდიც იყოს. მაგრამ ქართული ოცნება არ არის თლად საქართველო, ხა მოდი მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთავრობაში არიან, თლად საქართველოს არ წარმოადგენენ, ხო? ერთია საქართველოს ინტერესები და მეორეა ქართული ოცნების ინტერესები. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, როგორც აღნიშნე, ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი და ძალიან ბევრი უნდა დაფიქრდეს ამაზე უშუალოდ ქართული ოცნებაც. მათ კი გონიათ, რომ რაღაც ცხენზე ზიან და ვინ არის მაგათი გამჩერებელი და ის თავისი ის კი ყავთ იქ დაფინანსებული ოპოზიცია, რომელსაც ხან დამალავენ, ხან ისევ ასპარეზზე გამოიყვანენ, მაგრამ მაინც ყველაფერი არის დროებით და ადრე თუ გვიან ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და ეს რაში შეიძლება მე განვითარდეს, რა მიმართულებით შეიძლება ეს ავიდეს, ეს არ უნდა დაავიწყდეს არავითარ შემთხვევაში მართლ ძალას. კი ბატონო, აი რაც შეეხება სწორედ იმ მოცემულობას ვთქვათ, რომელიც საქართველოში იყო ბოლო დღეების განმავლობაში, აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა, ხო, ეს არჩევნები უნგრეთში და პრინციპში აი მედია კუთხით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვიმსჯელებთ, მედია კუთხით სრულად გადაფარა აღდგომის დღესასწაული უნგრეთში მიმდინარე არჩევნებმა, განსაკუთრებული მოლოდინები იყო და განსაკუთრებული იმედით შესცქეროდა ლიბერალური ფლანგი იმას თუ ვინ გახდებოდა გამარჯვებული და ვინ გახდებოდა უნგრეთის ახალი პრემიერი. მას შემდეგ რაც გაიმარჯვა ამ კონკრეტულმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, შემდეგ უკვე იყო არნახული ყიჟინა და რაღაც სიხარული, რომ უნგრეთისგან უნდა ავიღოთ მაგალითი, რაც უნგრეთმა გააკეთა, იგივე უნდა გააკეთოს და მოახერხოს საქართველოს იმისთვის, რომ მოიშოროს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. აი ამ ნაწილში ერთის მხრივ ვისაუბროთ ლიბერალური ფლანგის აი ამ აღდგინებაზე, რომელიც სუფევსა და სუფევს დღემდე და მეორეს მხრივ ვისაუბროთ ქართულ ოცნებაზე, რომლისთვისაც და რომლის პროპაგანდისთვისაც აქამდე არსებობდა ორი ევროპის იდეა, ერთი იყო ევრობიუროკრატია, ბრიუსელიდან წამოსული გარყვნილი დირექტივები, რომელიც ერეოდა სახელმწიფოში და მმართველობაში და ცდილობდა, რომ ჩვენი იდენტობა დაგვეკარგა და მეორეს მხრივ არსებობდა და არსებობს ოცნებისთვის ალბათ ჯერ კიდევ უნგრეთი, სხვა ევროპა, ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთო. აი ამ მითს რა დაემართება მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რაღაც კონკრეტული მიდგომები შეიცვლება, ლიბერალურ მიდგომებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რაც ჩვენთვის მეტნაკლებად მიუღებელია. მოდი ასე ვთქვათ, ხა ორივე მხარე ცხადია თავის პროპაგანდისტულ ნარატივს მაქსიმალურად იყენებს და ექსპლუატაციაში ატარებს და ყველა ისეთ ცდილობს მოვლენის წარმოჩენას, როგორც მას აწყობს. აი ეს, რასაც ჩვენ ლიბერალურ ფლანგს ვეძახით და მათი აი ეს მართლა რაღაც ყიჟინა, არაადეკვატური ყიჟინა, გეგონება საქართველოსთან რამე კავშირში ყოფილიყო ეს პრობლემები, ეს არ არის სიახლე, აი თუნდაც ვენესუელის ამბავი რო ავიღოთ, ხო, როდესაც ტრამპმა მოიპარა, გაიტაცა მადურო, აქ საქართველოში ზეიმი იყო არა და რა შუაშია ვენესუელა და საქართველო, ხო, თუნდაც აი ის ძველი ახალი მთავრობა, რომელიც მან დარჩა, ანუ უკან წაიღო აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების საკითხი, ხო, რამდენი ხანი გავიდა, ხო? რატო არავინ არ აყენებს მაგ საკითხს?
რატო არავინ არ სვავს მაგ კითხვას, ხო, დაახლოებით უკვე 9 წელი გავიდა. თუნდაც სირიის მაგალითი რო ავიღოთ, როდესაც პროთურქული ძალები მოვიდნენ ძალაუფლებაში, დაახლოებით უკვე 2 წელია კაცო მაგის მე რაც გავიდა. რა ხდება, სირიამ უკან წაიღო აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების საკითხი? არც ვენესუელამ და არც სირიამ საქართველოს სასარგებლოდ არაფერი არ გააკეთა. ანუ ორივემ გაითვალისწინა რუსეთის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და დასავლეთთან უფრო ასოცირებული მართველები უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ისევ და ისევ უბრუნდებით იმ საკითხს, რაზეც ვსაუბრობთ, აი სადღაც ვეძებთ ყოველთვის რაღაცა ხსნა, სადღაც ვეძებთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ რაღაცა გასაღებს, რომელმაც ჩვენი პრობლემები უნდა მოაგვაროს. არადა, არ არის ეს გასაღები, არსად ყველაფერი აგდებს და ჩვენ ვართ ყველაფრის გასაღები. რასაც ჩვენ მოვინდომებთ, ეგ მოხდება. რასაც არ მოვინდომებთ, ის არ მოხდება. ან ცუდს თუ მოვინდომებთ, ცუდი მოხდება. კარგს თუ მოვინდომებთ, კოლექტიურ საზოგადოებას გულისხმობთ ხადია და არა ერთ-ორ ადამიანს. შესაბამისად, აქაც იგივე მოხდება. გავა ეხა ეს 1 კვირა, 2 კვირა, 1 თვე და არაფერი დრამატულად არ შეიცვლება. ოცნება როგორც იყო და რასაც აკეთებდა, მეტნაკლებად იგივეს გააგრძელებს. ეს ლიბერალური ოპოზიცია რა დღეშიც იყო, იგივე დღეშიც გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას და ცხადია, აი ჩვენ ხომ დიდწილად აი საინფორმაციო ნარატივის და პროპაგანდის ფილტრში ვატარებთ ყველაფერს. ხო, აი თუნდაც ირანის შემთხვევა რო ავიღოთ, ხო? აი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, როდესაც ეს ომი დაიწყო, საქართველოში იყო რაღაცა წარმოუდგენელი ნებათა ღელვა. წარმოუდგენელი ვიღაცეები საერთოდ ირანის საელჩოსთან მივიდნენ და იცეკვეს. სიხარულისგან იცეკვეს. არა და შენ რა შუაში ხარ, ვიღაც მათხოვარი ჭუჭყიანი ვიღაცა აქტივისტი, შენ საერთოდ რა შუაში ხარ? ან ირანთან რა შუაში ხარ, ან ამერიკასთან. არც ერთს შენ არ აინტერესებს საერთოდ. შენი არსებობა არ იციან, მაგრამ აი ეს კატეგორია ადამიანების, რომელიც აი არ ვიცი, რით არის განპირობებული არასრულფასოვნების კომპლექსით თუ რაღაცებს ეძებენ სხვაგან ყოველთვის და როგორც ირანის შემთხვევაში, ისე არ მოხდა როგორც ცეკვის დროს ეგონათ, დაახლოებით იგივე მოხდება აქაც. იმიტომ რომ ერთია ამ ადამიანების სურვილი, ერთი ამ ადამიანების რაღაც ფანტაზიები და წარმოდგენები და მეორეა, ეს მშრალი გეოპოლიტიკა. ხო, აი თუნდაც მადუროს ამბავი ვისაც გაუხარდა. მადუროს მერე ვინც ხელისუფლებაშია, ჩვენ სასარგებლოდ რატო არ გააკეთა არაფერი? აი რატო არ აღიარა, რატო არ წაიღეს უკანონო აღიარების საკითხი უკან? რატომ? ხო ეს ხო არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ესეც ხო არ არის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ხა რაღაც ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის ვენესუელა აფხაზეთს აღიარებს თუ არ აღი ვინც არ უნდა მოვიდეს აი ხვალ რომ რა ვიცი ის თამარ ჩერგოლიშვილი გახდეს საქართველოს მართველი თამარ ჩერგოლიშვილის გამო ვენესუელა არაფერს არ გადაწყვეტს ვენესუელა გადაწყვეტს მსხვილი მოთამაშეების მსხვილი სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეგრე იმართება ეს სოფლიო. და ეგ ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავაცნობიერეთ ეს კანონზომიერება, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მარტივია და გასაგებია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მოდი ობიექტურობისთვის, რაც თქვი უკვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხელისუფლებას რაღაცა თვალსაზრისით მართლა დანაკარგები აქვს, იმიტომ რომ ორბანი ხა რაღაცა გადაწყვეტილებებში ხელისუფლების სასარგებლოდ იხრებოდა. როდესაც საკითხი ეხებოდა ბრიუსელთან კონფრონტაციას. იქ უვიზო მიმოსვლის საკითხი იქნებოდა თუ მის სანქციების დაწესების საკითხი იქ, იქ ორბანი, ცხადია ორბანი არ იკლავდა თავს ახლა იქაც თავისი ინტერესები ჰქონდა, მაგრამ მეტნაკლებად რაღაცა ბარიერად მაინც აღიქმებოდა ორბანი და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო. დღეს ერთი ადამიანი ქართულ ოცნებას გამოაკლდა ამ კუთხით.
რაც, ცხადია, პროდასავლელებისთვის ეს მისაღებია და ეს რაღაცა თვალსაზრისით გამარჯვება ნამდვილად არის. მაგრამ არა იმ მასშტაბის და არა იმ რაღაცა იმ სურათის გადმოსახედიდან, რაც მათ ეკრანებზე ჩანს.